დიდი საბანკო გარიგება შედგა TBC ბანკმა ბანკ რესპუბლიკას თითქმის 94% და პროგრეს ბანკის აქტივების ნაწილი შეიძინა. TBC ბანკს ამ დრომდე საბანკო სექტორის 25% ეკავა. გარიგების შედეგად კი მისი აქტივების მოცულობა 7%-ით იზრდება. ამ გარიგებით რა იცვლება საბანკო სექტორში და სანაცვლოდ რას იღებს რესპუბლიკას აქტივების მფლობელი სოციეტის ჟენერალი. გარიგების დეტალები მარიამ სეთურიძისა და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟში. ქართულ საბანკო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა. TBC ბანკმა რესპუბლიკას თითქმის 94%-იანი წილი შეიძინა. წელიწად ნახევრიანი მოლაპარაკებების შემდეგ ფრანგულმა სოსიეტე ჟენერალმა რესპუბლიკა ბანკის 315 მილიონ ლარად გაყიდა. ამ თანხის 70%-ს TBC ნაღდი ანგარიშწორებით გადაიხდის, 30-ს კი ახლად გამოშვებული აქციებით, რის შემდეგაც სოსიეტე ჟენერალი TBC-ის აქციების 5.4%-ის მფლობელი გახდება. სოსიეტე ჟენერალი დარჩა TBC ბანკის აქციონერად, ჩვენ გადავედით პრემიუმ ლისტინგზე ლონდონში და ეს ბუნებრივია გამოიწვევს ახალი ინვესტიციების, ახალი ინვესტორების შემოდინებას. სოსიეტე ჟენერალის ასევე მივახციეთ შეთანხმებას, რომ იქნებით მათი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და პარტნიორი. TBC რესპუბლიკას 94%-იანი წილით არ კმაყოფილდება და აქციების დარჩენილი ნაწილის შესაწყინად მოლაპარაკებებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან უკვე აწარმოებს. TBC ჯგუფში განმარტავენ, რომ ამ გარიგების დასრულების შემდეგ ბანკის წილი ბაზარზე 7.3%-ით გაიზრდება. ამ ტრანზაქციის შემდეგ TBC ბანკი ხდება ყველაზე დიდი საბანკო ინსტიტუტი დეპოზიტებში და სესხებში. წლის ბოლომდე კიდევ გეგმავთ ერთ-ერთი ქართული ბანკი და შესაბამისი პორტფელებისა და შესაბამისი ვალდებულებების შეძენას. ინფორმაცია TBC-ის მიერ ბანკი რესპუბლიკას წილის შესაძლო ყიდვის თაობაზე ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს გავრცელდა. ეროვნულ ბანკში ოფიციალური განმარტება მხოლოდ დღეს გაავრცელეს და ისიც წერილობით. ამ განცხადების თანახმად ეროვნული ბანკი გადაწყვეტილების მიღებისას ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და კონკურენციის ხარისხს ითვალისწინებს. საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების, ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს. კონკრეტული ტრანზაქციის გაანალიზებისას მნიშვნელოვანია როგორც კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვის საკითხების გათვალისწინება. მხედველობაში მიიღება ასევე ბაზრის მცირე ზომა, სადაც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ეროვნული ბანკისაგან სხვა გადაწყვეტილებას ელოდა საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. მისი თქმით, ეს გარიგება მომხმარებელს დააზარალებს და ქართულ საბანკო სექტორში ოლიგოპოლიის საფრთხე შექმნის. განსხვავებული პოზიცია აქვს ლევან კალანდაძეს. კალანდაძის შეფასებით, ყველა მსგავსი გაერთიანება ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას შეუწყობს ხელს. ჩდება კონკურენციის შემცირების და სხვადასხვა ტიპის ოლიგოპოლიური გარიგებების საფრთხე. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ალბათ არის რეგულატორზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კონკურენციისთვის გარკვეული პირობების არსებობა ბაზარზე. ეს მსხვილი გარიგება საშუალებას მოგვცემს თავად ბანკთა შორისი კონკურენცია მნიშვნელოვნად გაიზარდოს და გაზრდილი კონკურენცია, ბანკებს შორის კონკურენცია უდაოდ პოზიტიურად აისახება ბანკების მომხმარებლებზე. რესპუბლიკას აქტივობით საერთაშორისო კომპანია ჰუალინგ ჯგუფიც იყო დაინტერესებული, თუმცა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე გაირკვა, რომ გარიგება ვერ შედგა. დღეს ამაზე არც რესპუბლიკა ბანკის წარმომადგენლები და არც თავად ჰუალინგ ჯგუფი საუბრობს. TBC ბანკისა და ბანკი რესპუბლიკას შერწყმა საბოლოოდ 2016 წლის ბოლომდე დასრულდება და განახლების შემდეგ მომხმარებლის წინაშე TBC ბანკის ბრენდით წარსდგება. TBC ბანკმა რამდენიმე წლის წინ ბანკი კონსტანტად შეიერთა.